მოგესალმებით დიდ სიყვარულით. ჩემთვის ძალიან ეთბადებია თქვენთან ყოფნა. ძალიან მიხარია რომ ბრძანდებით ისეთი ადამიანები, რომლებმაც გამონახეს დრო ასეთ პერიოდში, როცა დრო ასეთი ფასეულია და თქვენთვის ეს ქრისტიანული ფასეულობები და ღირებულებები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამისათვის დრო არ გენანებათ. ეს დიდი სიმდიდრეა თქვენერი ადამიანების ზოგადად ჩვენი ეკლესიისათვის და ეს რა თქმა უნდა დამსახურება თქვენი მოძღვრის. ალბათ დამეთანხმებით ძმებო რომ დაწვებო და დებო და მეგობრებო რომ იმ თემაზე საუბარი რომელზეც დღეს ჩვენ საუბრობთ, ანუ კერძოდ მარტოობის პრობლემაზე საზოგადოებაში. ასეთი სათაური აქვს ხო მარტოობა ხალხმრავლობაში. ამ თემაზე როცა ჩვენ საუბარს ვიწყებთ, ალბათ შეუძლებელია დამეთანხმებით რომ ეს თემა განვიხილოთ ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში უნდა განვიხილოთ ამის გარეშე შეუძლებელია, იმიტომ რომ ისეთ მცნებებს უნდა შევეხოთ, როგორიც არის მარტოობა, როგორც არის ეგოიზმი და რა თქმა უნდა მისი საწინააღმდეგო ცნება, რაც არის ქრისტიანული სიყვარული. რა თქმა უნდა, სიყვარული იყო და ქრისტიანულს ჩვენ მაინც ხაზს უსვამთ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, განათლებული ადამიანები ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ გეცოდინებათ, რომ ფსიქოლოგები განმარტავენ იმას, რომ ეგოიზმი ზოგადად არის ადამიანის პიროვნული თვისება. თუ შეიძლება ითქვას ხასიათის რაღაც ადამიანის ხასიათისთვის დამახასიათებელი შტრიხი და ასევე ფსიქოლოგების განმარტებით ეგოიზმი შეიძლება იყოს სულიერი და ფსიქიკური მდგომარეობა ადამიანისა. შეიძლება იყოს ის დროებითი, შეიძლება იყოს მუდმივი, იმის დამიხები თუ რამდენად ღრმად არის გამჯდარი იგი ადამიანის ქცევაში და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი მიზანი არის ის თუ იმ თემაზე რომელზეც ვისაუბრებთ, რას ამბობენ წმინდა მამები და რას ამბობს ქრისტიანული ფსიქოლოგია და მართლმადიდებლური ფსიქოლოგია, მაგრამ ერთი-ორი სიტყვით მაინც მივიხილოთ ზოგადად ფსიქოლოგები რას ამბობენ ამის შესახებ. მათი უმრავლესობისათვის მაგალითად გულისხმობ აი პიროვნების ფსიქოლოგია, ეგოიზმი განიხილება როგორც პიროვნული თვისება, როგორც გითხარით. ეს არის ერთგვარი ქცევითი მოდელი, რომელიც ყალიბდება ბავშვობაში და თანსდევს ადამიანს სრულ ასაკში და თუ თქვათ დაუჯერებთ ფსიქოლოგებს და ვიტყვით რომ ეგოიზმი არის თვისება, პიროვნული თვისება, მაშინ გამოდის რომ ის ყალიბდება ბავშვობის ასაკში და თანსდევს ადამიანს დასრულ პერიოდში და ამ თვისების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის აღზრდა, რა თქმა უნდა ადამიანის აღზრდის სტილი, როცა მაგალითად მშობლები ბავშვზე გადაჭარბებით ზრუნავენ. ამას ეწოდება ჰიპერმზრუნველობა, ან მაგალითად როცა ეს გადაჭარბების ზრუნველობა გასაგებია შემდეგ წარმოშობს იმას, რომ ბავშვი ხდება ოჯახის კერპი. ან პირუკულს ხდება ხოლმე, როცა ბავშვს აქვს პირიქით სიყვარულის დეფიციტი, სიყვარულის უკმარისობა, რის გამოც იგი სწავლობს, რომ თავი თვითონ უნდა გადაერჩინოს მხოლოდ ამ სამყაროში. ან ორივე შემთხვევაში ყალიბდება ეგოიზმი. და გარდა ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეგოიზმი ყალიბდება მაშინაც, როცა ადამიანს ჩამოუყალიბდება რწმენა, რომ მისი საჭიროებები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვებისა. თუმცა ამას გარდა არც თუ იშვიათად ხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა ეგოიზმი შეიძლება თქვათ როგორც ასეთი შეეყაროს ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანს და ეს გაჩნდეს მაშინ, როცა ადამიანი იმყოფება გარკვეული სტრესის ქვეშ, როცა ადამიანი იმყოფება ძლიერი ემოციური ტრაუმის ქვეშ, დეპრესია, გადაღლილობა ან რამის საფრთხის მდგომარეობაში და ამ დროს მისი ფსიქიკა მაშინვე რთავს, ასე თქვათ, გადარჩენის მექანიზმს და ამ დროს ემპათიის უნარი დაქვეითებული აქვს ადამიანს და ადამიანი მთლიანად ჩაციკლულია საკუთარ ტკივილებზე და საკუთარ საჭიროებებზე. და ბარემ იცით თქვათ, რომ ცნობილი ფსიქოლოგები, როგორც არის მაგალითად ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე არის ასეთი, ამბობდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვიო ეგოისტია, არა იმის გამო, რომ ის არის ბოროტი. არამედ იმის გამო, რომ მისი ტვინის განვითარების ის ეტაპი, ბავშვობის ეტაპს გულისხმობს, არ იძლევა საშუალებას სამყაროს სხვისი თვალებით უყოლოს და ეს არის დროებითი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელთაც ბავშვი ზრდასთან ერთად გამოდის ამ მდგომარეობიდან.
მაგრამ როგორც აღნიშნეთ, დღევანდელი ჩვენი საუბრის მიზანი არის უფრო ის, რომ განვიხილოთ ის თუ რას ამბობენ ყოველივე ამის შესახებ წმინდა მამები, რას ამბობს ქრისტიანული ფსიქოლოგია, მაგრამ აი ერთი-ორი სიტყვით მაინც კიდე შევჭირდეთ იმაზე, რომ აი მაგალითად ყველასთვის ცნობილი ფროიდი თავის ფსიქოანალიზში, როცა საუბრობს პირველად ნარცისიზმზე, მისი თქმით, ყველა ადამიანი იბადება გარკვეული ეგოისტური ინსტინქტებით, მაგალითად ბავშვი ფიქრობს, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს, თუმცა ჯანსაღი განვითარების შემთხვევაში ადამიანი სწავლობს ეგოს მართვას და სწავლობს სხვების სიყვარულს და სწავლობს სხვების პატივისცემას და ერიხ ფრომიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომელიც არის ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი და თავის ცნობილ წიგნში სიყვარულის ხელოვნება მან გააკეთა ძალიან საინტერესო დასკვნა. მან თქვა, რომ ეგოიზმი და საკუთარი თავის სიყვარული საპირისპირო ცნებებია. ანუ ეგოიზმი და საკუთარი თავის სიყვარული საპირისპირო ცნებებიაო, ასე ბრძანა. ანუ ეგოისტს ადამიანს სინამდვილეში არ უყვარს საკუთარი თავიო. იმიტომ რომ მას აქვს შინაგანი სიცარიელე, შფოთვა, უკმაყოფილება, რის გამოც ცდილობს ეს სიცარიელე გარეგანი რესურსებით, ნივთებით, ყურადღებით, სხვების დამორჩილებით ამოავსოს და როცა ჩვენ საუბრობთ საკუთარი თავის ჯანსაღ სიყვარულზე, ჯანსაღი სიყვარული გულისხმობს პირველ რიგში ჯანსაღ თვითშეფასებას საკუთარი თავისას და ეს ყოველივე აძლევს ადამიანს შინაგან სიმშვიდეს და იმის საშუალებას, რომ სხვასაც გაუზიაროს სითბო და სიყვარული. ასე რომ მარტივად რო ვთქვათ, ზოგადად ფსიქოლოგების თვალსაზრისით ეგოიზმი შეიძლება იყოს მუდმივი მდგომარეობა, შეიძლება იყოს დროებითი მდგომარეობა, შეიძლება იყოს დაცვითი რეაქცია სტრესზე, ან შეიძლება იყოს გარკვეული ასაკობრივი ეტაპი, მაგრამ თუ იგი პიროვნების ჩვევად და ცხოვრების წესად იქცევა, იგი ყალიბდება მდგრად პიროვნულ თვისებად. ახლა ქრისტიანული მართლმადიდებლური ფსიქოლოგიისა და წმინდა მამების სწავლებით ეგოიზმი არ არის უბრალოდ ხასიათის ცუდი შტრიხი. ეს არის უბრალოდ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, აი, მხოლოდ ხასიათის ცუდი შტრიხი და რაღაცა ფსიქოლოგიური გადახრა კი არ არის ადამიანისათვის. არამედ ეს არის მძიმე სულიერი დაავადება, ადამიანის ბუნების დაზიანებით გამოწვეული და ცოდვით დაცემის პირდაპირი შედეგი. გულისხმობ იმ ცოდვით დაცემას ჩვენი პირველ მშობლები რო დაეცნენ ცოდვით. და იმის გასაგებად თუ რა იგულისხმება ამ დაზიანებაში, უნდა გავიხსენოთ, როგორ იყო ადამიანის ბუნება ადამიანის შექმნისას და როგორ დაზიანდა იგი ცოდვით დაცემის შემდეგ. ესე იგი, პირველი ეს არის მზერის მიმართულების განხორციელება, ანუ გულისხმობ ადამიანის სულიერი მზერის მიმართვა არა ღმერთისკენ, არამედ საკუთარი თავისკენ. ანუ ადამიანი შეიქმნა იმგვარად, რომ მისი სულიერი მზერა, სიყვარული და ენერგია მიმართული იყო გარეთ, ღმერთისკენ და მოყვასისკენ. ადამიანი ცოცხლობდა ღმერთთან თანაზიარებით და ეგოიზმმა კი ეს მზერა შემოაბრუნა ადამიანის შიგნით და საკუთარი თავისკენ. და ადამიანმა თავისი მე აქცია სამყაროს ცენტრად, იგი დაემსგავსა, როგორც ამბობენ ამ საკითხით დაინტერესებული პიროვნებები, იგი დაემსგავსა მზესუმზირას, რომელმაც მზეს თვალი მოწყვიტა და საკუთარ ფესვებს დააშტერდა და დაიწყო ამის გამო ჭკნობა. და გასაგებად რომ ვთქვათ, წმინდა მამები განმარტავენ, რომ ადამიანის სულს აქვს სამი ძირითადი ძალა. ეს არის სული, გრძნობა, ანუ სურვილი და ხორცი, ანუ სხეული. ანუ იმის გამომდინარე, რომ როცა სული ემორჩილება ღმერთს, გრძნობა და სხეული ემორჩილება სულს. ასე იყო ადრე. მაგრამ ეგოიზმმა, რომელიც გამოიწვია ცოდვით დაცემა, ეს პირამიდა თუ შეიძლება თქვას ამოაყირავა და ხორციელმა სურვილებმა და ვნებებმა დაიქვემდებარეს ადამიანის სული. ამოყირავდა ეს პირამიდა და სული ემორჩილება უკვე ადამიანის ხორციელ მოთხოვნილებებს. ერთი წუთით გავიხსენოთ, თუ როგორ მოიქცა ადამი, როცა მას სამოთხეში ყველაფერი ჰქონდა და ის მარტო იმყოფებოდა სამოთხეში. ახლა დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის მარტოობაც და აქედან გამომდინარე ეგოიზმი. ადამმა ამ დროს სამოთხეში ის კი არ თქვა, რომ აი რაღა მიჭირს აწი,
გადავიდე ფეხზე და ვიცხოვრებ ასე სიამთბილობაში, ნეტარებაში. ყველაფერი მაქვს, რაც მომესურვება. ადამიანმა, რა თქმა უნდა, ესე არ მოიქცა, ასე არ გააკეთა. ადამიანმა არ იკმარა ის ხო მარტო თვითონ ყოფილიყო ნეტარებაში. თვითონ ყოფილიყო ნეტარი. ანუ თვითონ ყოფილიყო კარგად. ანუ თვითონ დამტკბარიყო სამოთხისეული ნეტარებით. ეს არ იკმარა ადამიანმა, არამედ იგრძნო სიყვარულისა და გაზიარების მოთხოვნილება. მან შეძლო ეგოიზმის უარყოფა, მარტოობის უარყოფა და აირჩია ღვთაებრივი სიყვარული. აი როგორ გააკეთა ეს ადამიანმა. ამით ადამი თავად დაემსგავსა ღმერთს. დაემსგავსა ღმერთს როგორც ყოვლად უშურველ არსებას, რომელმაც როგორც იონი დამასკელი ამბობს, ამ შემთხვევაში ღმერთზე საუბრობს იონი დამასკელი, არ იკმარა მხოლოდ თავის ჭრეტა, არამედ სიკეთის სიჭარბის გამო ინება, რომ გაჩენილიყო რაღაც კიდევ სხვა, რაც მიიღებდა მისგან ქველმოქმედებას, ეზიარებოდა მის სიკეთეს და არარსებობიდან არსებობაში შემოყავს მას ქმნილება, როგორც უხილავი, ასევე ხილული. და წმინდა დიონისე აროვაგელი თავის შრომაში ღვთაებრივი სახელების შესახებ ამ მოვლენას უწოდებს ღვთაებრივ ეროსს. ეს ითარგმნება როგორც საფრთხო სიყვარული. ანუ იგი წერს, რომ ღვთიური სიყვარული არის საკუთარი თავიდან გამოსვლა, საკუთარი ეგოდან გამოსვლა. ანუ ღმერთმა სიყვარულის გამო შექმნა სამყარო, რათა თავისი სიყვარული სხვებისთვის გაეზიარებინა. ანუ ღმერთმაც არ იკმარა, ღმერთმაც კი არა, პირველ რიგში ღმერთმა არ იკმარა ის რომ ყოფილიყო, მხოლოდ ის ყოფილიყო ნეტარი, შინაგანად ნეტარი, შექმნა სამყარო და ადამიანი, რათა გაენაწილებინა მათთვის და გაეზიარებინა სიყვარული, სიხარული და ბედნიერება. ასევე ადამიანმა, როგორც ღვთის ხატებამ და ღვთის მსგავსებამ, სამოთხეში მყოფმა არ იკმარა მხოლოდ საკუთარი თავის ნეტარება და ითხოვა პირდაპირ გაგებით ღმერთისგან ევა, რათა მისთვის გაენაწილებინა სამოთხისეული სიყვარული, სიხარული და ბედნიერება. ამით ადამიანმა ზუსტად გაიმეორა ღმერთის შემოქმედებითი აქტი და ამ აქტს ეწოდება სიყვარულისმიერი აქტი. ანუ უარი თქვა მარტოდ კბობაზე, უარი თქვა ეგოისტურ მარტო ხელმდგომარეობაზე და აირჩია გაზიარება და სიყვარული. ბასილი დიდი წერს, რომ ადამიანში ჩადებულიყო თვისება, რომ ადამიანი არ ყოფილიყო თვითკმაყოფილი და ჩაკეტილი. ანუ ეს თვისება ადამიანში ღმერთისგან იყო თავიდანვე ჩადებულიო, ამას ბრძანებს ბასილი დიდი. ანუ ადამიანმა რომ უარყო ეს მარტო ხელად კბობა, რადგან მიხვდა, რომ ჭეშმარიტი სიხარული მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა შენ მას სხვას უზიარებ. ჭეშმარიტი ბედნიერება, ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა შენ მას სხვას უზიარებ და უფრო პირი ხას უსვამს აგრეთვე იმას, რომ ადამიანს სამოთხეში არაფერი აყოდა, მას ჰქონდა სრული მეფობა სამყაროზე, უმანკოება, ღმერთთან პირდაპირი კავშირი, ის ესაუბრებოდა ღმერთს, ჰქონდა ენით აღუწერელი ნეტარება და ტკბობა, მაგრამ ადამი მიხვდა, რომ სიყვარული ეძებს თანასწორს. იონი მხრობელი ბრძანებს, რომ ადამიანმა იგრძნო, რომ მხოლოდ მიღება და ამის გამო ტკბობა არ ვერ იქნება სრული ნეტარება, სრული ნეტარება არის გაცემა, სრული ნეტარება არის გაზიარება და ადამი მიხვდა იმას, რომ მაგალითად ცხოველი ვერ გახდება თანასწორი პარტნიორი ვერასოდეს ადამიანისა და როცა წერია ადამიანმა მოიწყინა, მან მოიწყინა არა სასოწარკვეთილებისაგან, არამედ სიყვარულის წყურვილისაგან. მაქსიმი ამსარებელი ბრძანებს, რომ ადამიანს რომ აერჩია სამოთხეში მარტო ტკბობა და რომ ეთქვა ყველაფერი ჩემია და მე არავინ მჭირდება სხვა, ეს იქნებოდა პირველი ეგოისტური აქტი, რასაც ბერძნულად ეწოდება ფილავტია და რაც ითარგმნება როგორც თავმოყვარეობა და როგორც ეგოიზმი. მაგრამ ადამიანმა აირჩია გამოსვლა საკუთარი თავიდან, როგორც დიონისე აროვაგელი ბრძანებს, როგორც აღმოთქვით, მან მოითხოვა მეორე პიროვნება, ანუ მოითხოვა შენ, რათა შექმნილიყო ჩვენ. ანუ ადამი იყო მე, მოითხოვა შენ, რომ შეიქმნას ჩვენ. და როცა ადამიანმა ყველა ცხოველი შეიმეცნა, როცა ადამიანმა დაარქვა ცხოველებს სახელი, მან დაინახა, რომ ყველა არსებას ჰყავდა მსგავსი წყვილი, ხოლო თავისთვის ვერ იპოვა მისი შესაფერისი დამხმარე, როგორც ამას დაბადება გვაუწყებს მეორე თავის მეოცე მუხლი
და ის სწორედ ამ მომენტში გაჩნდა ადამიანის სულში ის ნაკლუნოვანების განცდა, რასაც პირობითად უწოდებთ ჩვენ მოწყენას, ან მარტოობის სიცარიელეს მამებთან უფრო არის მოწყენა და დაბადების წინში სამყარო შექმნისას ყოველ დღეზე წერია რომ იხილა ღმერთმა რომ იყო კარგი, იხილა ღმერთმა რომ იყო კარგი, ერთადერთი ადგილი სადაც ღმერთი ამბობს რომ არ არის კარგი, არის სწორედ ეს შემთხვევა, არ არის კარგი ადამიანის მარტო ყოფნა. შეუქმნათ მას დამხმარე მისი შესაფერისი. წმინდა მამები განმარტავენ რომ ეს იყო მოწყენა, მაგრამ ეს იყო ღვთისთვის სათნო მოწყენა. ღმერთს მოეწონა ადამიანის ეს ასეთი მდგომარეობა, იმიტომ რომ ადამიანი შექმნილი არის სიყვარულისათვის, რაც არის კიდეც ეგოიზმის უარყოფა. სანამ ადამი უცოდველი იყო, ევა მისთვის იყო ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. სანამ ევა ცოდვი დაეცემოდა, ადამიანის სიყვარული ევასადმი იყო წმინდა, სულიერი და ღვთაებრივი. მაგრამ მაშინ ის მისაწვდი კითხვა, როდის მოხდა გარდატეხა? გარდატეხა მოხდა სწორედ იმ კონკრეტულ წამს, როდესაც დაცემული ევა მივიდა ადამიანთან და აკრძალული ნაყოფი მიაწოდა. იმ წამს ადამიანის წინაშე დადგა არჩევანი. დარჩენილი იყო ღმერთის მცნების ერთგული. უარი ეთქვა ნაყოფზე, მაგრამ არ მიეტოვებინა ევა. ეს არ ნიშნავდა ევას მიტოვებას. ელოცამისთვის სინანულით მიემართა ღმერთისათვის და ეთხოვა ევას გადარჩენა. ეს იყო ერთი გზა, ერთი არჩევანი და მეორე ღმერთი გადაეწია გვერდზე და აყოლოდა ევას სურვილს. სამწუხაროდ ვიცით რომ მან მეორე გზა ირჩია, სწორედ ამ არჩევანის წამს მისი წმინდა სიყვარული წამიერად ტრანსფორმირდა ნებიან მიჯაჭვულობად. სეგნეტარი ავგუსტინე ბრძანებს რომ ადამიანის შინაგანი მოტივი უკვე გახდა არა თავდავიწყებით სიყვარული და წმინდა სიყვარული, არამედ შიში. აი მე როგორ გავიცხოვრო მის გარეშე. ისევ მარტო უნდა დავრჩე, მაგრამ ეს შიში და ეს მოწყინება უკვე აღარ იყო ღმერთისათვის მოსაწონი. ეს აღარ იყო უკვე საფრთხო შიში, არამედ უკვე იყო ემოციური დამოკიდებულება და ვნებიანი მიჯაჭვულობა ევასადმი. წმინდა გრიგოლ ამბობს, როცა ადამიანის სულიერმა გონებამ, ანუ ნუსმა, როგორც ის მას უწოდებს, დათმო თავის პოზიციები და დაემორჩილა ემოციებსა და გრძნობებს, ადამიანის სიყვარული ევასადმი გახდა, როგორც აღნიშნეთ, ემოციური მიჯაჭვულობა და საკუთარი კომფორტის დაკარგვის შიში. შიში იმისა, რომ ევას გარეშე მარტო დარჩებოდა. ანუ ფესვში თუ დააკვირდებით, ეგ უკვე ეგოიზმია. ადამიანმა იფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე, მე როგორ ვიცხოვრო ევას გარეშე, მე. აი ამგვარად რეკენ ეგოიზმის ზარები. და რა თქმა უნდა, მას არ უფიქრია ამ შემთხვევაში ღვთის მცნებაზე, მაგრამ როდესაც ადამიანმა ნაყოფი შეჭამა და ღვთის მადლი დაკარგა, მან დაკარგა ეს ღვთიური, ჭეშმარიტი, ნამდვილი, სულიერი სიყვარული, რაც მას ევასთან აერთიანებდა და სწორედ ამიტომ, როცა ღმერთმა კითხვა დაუსვა მას, უკვე არც მეტი, არც ნაკლები, ეს ვნებიანი სიყვარული და ვნებიანი მიჯაჭვულობა უკვე მას რომ გაუჩნდა ევასადმი, უკვე ეს სიყვარული თვით გადარჩენის ინსტინქტად იქცა. აი როგორ? ადამიანის სულში ამოტივტივდა ბრმა ცხოველური ეგოიზმი. თავარია მე გადავრჩი. როგორ? რას ნიშნავს ეს? როცა ღმერთმა დაუსვა მას კითხვა, ხომ არ გიჭამია ეს ნაყოფი, მე რომ აღიგრძალე, რა თქმა უნდა, ახსოვს ადამიანს რომ ღმერთის სიტყვები რომ თუ შეჭამთ მოკვდებით და ევა მოკვდესო, მე რა უნდა მოკვდეო. თავარია მე გადავრჩი. ამიტომ ასე პასუხობს ღმერთს, დედაკაცმა შენ რომ მომეცი, მან მომცა. სადღაა აქ ის პირვანდელი სიყვარული? გაქრა. ესე იგი, ეს არის უტყუარი დასტური იმისა, რომ ღვთის გარეშე არსებული ვნებიანი სიყვარული სინამდვილეში არის ეგოიზმის ფარული ფორმა. ამით ვტყუდებით ჩვენ ადამიანები დღეს, როცა გრძნობთ ადამიანის მიმართ მიჯაჭვულობას და გონია რომ ეს არის სიყვარული. თუ ღმერთის გარეშეა,
ეს ეგოიზმის ფარული ფორმა ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ იგი იქამდე არსებობს, სანამ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ადამიანს არ ემუქრებოდა ჯერ საფრთხე. ხოლო როგორც კი პირადი საფრთხე ჩნდება, ადამიანი მომენტალურად გაწირავს მას, ვინც გუშინ ბრწყალებში უყვარდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ღმერთის ხელი არ ურევია ამ სიყვარულში, თორე რა თქმა უნდა მოწონების გარეშე და ვნების გარეშე სიყვარული არ არსებობს, მაგრამ ღმერთის ხელი უნდაერიოს. წმინდა იოანე გრიგორი წერს, რომ ღმერთმა ინება, რომ მთელი კაცობრიობა ერთი წყაროდან, ადამიდან აღმოცენებულიყო. ევა შეიქმნა ადამის გვერდიდან, რათა ადამს იგი აღექვა როგორც საკუთარი თავი, ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ხოლო ევას ადამი აღექვა თავის უმთავრეს საყრდენად. სხვა შემთხვევაში მათ შორის არ იარსებებდა, ასე ვთქვათ, ისეთი ურთიერთდამოკიდებულება, რომელსაც ჰქვია ერთმანეთის სულიერი საჭიროება. სწორედ ეს საჭიროება არის სიყვარულის საფუძველი. იმიტომ რომ აი მაგალითად ხომ დაფიქრებულ ხართ იმაზე, რომ რატომ შეიქმნა ევა, თქვათ, ადამის გვერდიდან, ანუ ნეკრიდან. წმინდა მამები მაგალითად იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ეფრემ ასური განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ საიდან შეიქმნა ევა. ევა არ შექმნა ადამის თავიდან, იმიტომ რომ ევას ადამზე გაბატონება არ ეცადა. არც ფეხებიდან შეიქმნა, რათა ადამიანს ევა არ დაემცირებინა და ფეხქვეშ არ გაეთელა. არამედ გვერდიდან, ნეკნიდან, მკერდთან ახლოს, რათა ყოფილიყო ადამიანის თანასწორი, მისი მკლავის ქვეშ დაცული და გულთან ახლოს მყოფი. ანუ ყველაზე საყვარელი. ეს არის ყველაზე ემოციური ნაწილი ადამიანისა. ეს არ არის რაღაცა გვერდი. ეს არის ადამიანის გულთან მყოფი ნეკნი. და ჩვენ წეხან ვახსენეთ სულიერი საჭიროება. და ვთქვით, რომ სულიერი საჭიროება ერთმანეთისა იყო სწორედ სიყვარულის საფუძველი. აი წარმოვიდგინოთ ორი სცენარი. ორი აბსოლუტურად დამოკიდებელი, აბსოლუტურად აი ღმერთს რომ ადამიანი ასე შეექმნა, ადამი და ევა, არა ადამიანისგან, ადამიანის ნეკნისგან, არამედ აი ღმერთს რომ შეექმნა ორი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ავტონომიური არსება. აი მაგალითად, როგორც ორი უცხო, როგორც ცალკე ინდივიდი. თითოეული მათგანი იფიქრებდა, მე ვარ სრული, თვითკმარი არსება, არავინ მჭირდება საკუთარი თავის გარდა. როცა ადამიანს არ აქვს მეორე ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება და საჭიროება, მათ შორის ურთიერთობა ხდება მხოლოდ ფორმალური. ასე სიტუაციაში ასე სიყვარულის ფესვი ვერ გაიქმნება, რადგან თვითკმარობა შობს იზოლაციას და თვითკმარობა შობს ეგოიზმს. ეხლა წარმოიდგინეთ მეორე სცენარი, შევსებადობა და ერთმანეთის ეგზისტენციალური საჭიროება, როგორც იყო სამოთხის მოდელი. ღმერთმა ევა შექმნა ადამიანისგან, ამით მან ორივეს სულში ჩადო შინაგანი სულიერი მიზიდულობა და ნაკრულევანების განცდა ერთმანეთის გარეშე. ადამი გრძნობს, რომ ევა არის მისი დაკარგული ნაწილი, მისი გული, მისი ძვალი, მისი ხორცი. ადამიანს სჭირდება ევა, რათა იყოს სრული. ევას გარეშე ადამი არის ნახევარი კაცი. ევა გრძნობს, რომ ადამი არის მისი დასაბამი, მისი საყრდენი, მისი მფარველი, მისი მკლავი. ადამიანის გარეშე ევას აკლია თავისი თავი, თავისი ფესვი. საჭიროებაში კიდევ ერთხელ ვამბობ, იგულისხმება არა მოხმარება, არა ექსპლუატაცია, არამედ შევსებადობა. ეს არის განცდა, მე შენს გარეშე არ ვარ სრული, შენს გარეშე ჩემი არსებობა ნაკლოვანია, სწორედ ეს შინაგანი სულიერი წყურვილი მაიძულებს გამოვიდე საკუთარი ეგოდან და ჩემი მე შევაერთო შენს შენთან. ეს კი არის სიყვარულის დეფინიცია. ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში ავტონომიურობა და აბსოლუტური დამოუკიდებლობა არის ამპარტნაუნების და ეგოიზმის ნიღაბი. ღმერთმა ადამიანის შექმნა, რომ იგი დამოკიდებული იყოს სხვებზე. ოღონდ რა გაგებით? კაცი დამოკიდებულია ქალზე სითბოსთვის, სიცოცხლის გაგრძელებისთვის, ემოციური შეფსებისთვის. ქალი დამოკიდებულია კაცზე სულიერი და ფიზიკური საყრდენისთვის, მფარველობისთვის. ორივე ერთად დამოკიდებულია ღმერთზე. ეს ურთიერთდამოკიდებულება ადამიანს აიძულებს იყოს თავმდაბალი. როცა აღიარებ, რომ მეორე ადამიანი გჭირდება, ამით კლავს საკუთარ ამპარტავნებას
და ფრაზა ეს საჭიროება არის სიყვარულის საფუძველი, ნიშნავს იმას, რომ სიყვარული იბადება იქ, სადაც ადამიანები ცნობენ თავიანთ უნარობას, იყვნენ ბედნიერები მარტოობაში. ევას ადამიანისგან გაჩენით ღმერთმა ჩადო კაცობრიობის ბუნებაში შინაგანი ლტოლვა ამ ორი არსებისა. ადამა ევაში დაინახა თავისი სულის ნაწილი, ხოლო ევამ ადამიანში თავისი საყრდენი. და ამ ურთიერთ საჭიროებამ შექმნა სიყვარულის, ერთობის და თუნდაც ქორწინების მყარი საფუძველი. წმინდა ეფრემასური ბრძანებს, რომ ევა ხესთან მივიდა ცნობის მოყვარეობის გამო. როცა ადამი 60-ის სხვა ადგილას იმყოფებოდა, ეშპაკმა დაინახა, რომ ევა მარტო იყო. აი ამას მიაქციეთ ყურადღება. ევა იყო მარტო. მარტო ათვალიერებდა აკრძალულ ხეს, მიუახლოვდა მას და დაიწყო სხვა მასწავლებელთან დიალოგი. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ წმინდა მამებთან მარტოობა არის მდგომარეობა, როდესაც იმ მდგომარეობასაც ეწოდება მარტოობა, როცა ადამიანი ემიჯნება ეკლესიას, მოძღვარს, რჩება საკუთარი გონებისა და აზრების ამარა. წმინდა დიდი ბასილი დიდი ასეთებზე ამბობს, რომ აი მარტო მყოფს თუ დაეცემა, არავინ არის მეთი წამოყენებელი, თუ ეკლესიაში არ დაბრუნდა, ეკლესიის სისავსეში. მოკლედ ევა მარტოობა მიიყვანა დაცემამდე, ევას მარტოობა მიიყვანა ადამი დაცემამდე. დღევანდელი თემა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამიტომაც არის აქტუალური, რომ ჩვენ ხშირად მარტოები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვიმყოფებით ხალხმრავლობაში, ხშირ შემთხვევაში. ამ მოვლენას ხშირად უწოდებენ ეგზისტენციალურ ვაკუუმსაც და ალბათ ამეთანხმებით, რომ ყოველივეს თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი უმთავრესი სცენია. ერთი მხრივ ციფრულმა ტექნოლოგიებმა და გლობალიზაციამ სამყარო დააპატარავა, თითქოს ყველასთან გვაქვს კავშირი, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანები ერთმანეთს უფრო მეტად დავშორდით, ვიდრე ოდესმე ესმე მესმის ყველა თაობის ადამიანებისგან. და ისმის კითხვა, აი სად დაიკარგა ის, რასაც ესე მივტირით. და რატომ გრძნობს თავს მარტო? როცა თუნდაც ვიმყოფებით სავსე ქუჩებში, როცა ვიმყოფებით სადმე ხალხმრავლობაში და ვადების დღეებზე, ქორწილებში, ამ თუნდაც სოციალურ ქსელებში, რომლის გარეშე დღეს წარმოუდგენელია უკვე ადამიანის არსებობა. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანი არის ღმერთისგან ასე შეიქმნა. ადამიანი არის თანაზიარებისათვის, ურთიერთობისათვის შექმნილი არსება. ჯერ კიდევ არისტოტელე თავის ფუნდამენტურ შრომაში პოლიტიკა წერს ასეთ იმას ამ რამეს, რომ ადამიანი ბუნებით არის პოლიტიკური არსება. არისტოტელეს გაგებით პოლიტიკური ნიშნავს არა პარტიულ საქმიანობას, არამედ ნიშნავს საზოგადოებაში, პოლისში და სხვებთან ერთად ცხოვრების ბუნებრივ მოთხოვნილებას. სხვანაირად ადამიანს არ შეუძლია არსებობა. და ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში ადამიანი არის არა უბრალოდ სოციალური არსება, არამედ არის პიროვნება. აი ამასაც დავაკვირდეთ, რომ ადამიანი არის პიროვნება და პიროვნება უკვე სულიერი ფენომენია. აი მაგალითად, ინდივიდი არის უფრო სხვებისგან გამოყოფილი, თავის თავში ჩაკეტილი არსება ქრისტიანული ანთროპოლოგიის მიხედვით. პიროვნება სხვებისადმი ყოველთვის ღიაა, იგი არის ორიენტირებული გაცემაზე, თანაზიარებაზე, გაზიარებაზე, გამზიარებელია, მიმღეობა აქვს სხვებისი. თუ ინდივიდის დევიზია მე ვარ და არ მაინტერესებს სხვა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი საზღვრები ხელშეუხებელია, პიროვნება რას ამბობს? პიროვნება ამბობს, რომ მე ვარ, მე მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არსებობ და იმიტომ, რომ შენ ხარ შენ. ინდივიდის ბუნება ეგოცენტრულია, ებღაუჭება საკუთარი თავის გადარჩენას, პიროვნება ეძებს მეორებს, ეძებს ერთობას, იგი ბუნებით ეკლესიურია. რატომ? ორი უკვე ეკლესიაა. ეკლესია კრებულს ნიშნავს. ადამი და ევა იყო ეკლესია. ეკლესიიდან გავიდა ევა, დარჩა მარტო და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. მოდით ასეთი კითხვა დავსვათ, რატომ არსებობს პიროვნება მხოლოდ სხვასთან მიმართებაში? იმიტომ რომ სიყვარული შეუძლებელია მარტოობაში. შეიძლება ვინმე კითხოს, რა შვაშია სიყვარული? ქრისტიანულ თეოლოგიაში სიყვარული არ არის უბრალოდ გრძნობა, ის არის ყოფიერების, ანუ არსებობის მიზეზი და ერთადერთი წესი ყოფიერების არის სიყვარული, რადგან თვითქმარმა ღმერთმა სიყვარულის გამო შექმნა ყველაფერი, როგორც ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. მოდით გადავდოთ ამ შემთხვევაში გვერდზე რომანტიული, სენტიმენტალური გაგება სიყვარულისა
და შევხედოთ ამას წმინდა წყლის ონტოლოგიური კუთხით, არსებობისეული კუთხით. ანუ თუ არ არის სიყვარული, არ არსებობს პიროვნება. როგორც უკვე რამდენჯერმე აღნიშნეთ, დღეს ქრისტიანული გაგებით სიყვარული არის საკუთარი თავიდან გამოსვლა და სხვისთვის ადგილის დათმობა. რას ნიშნავს ეს? წარმოიდგინეთ, რომ ოთახში დგას ერთი კომფორტული სავარძელი, შენ მასზე ზიხარ, ეს სავარძელი არის შენი ეგო, შენი სურვილები, შენი სიმშვიდე, შენი გეგმები და ამ დროს ოთახში შემოდის ვიღაც სხვა, არც იცნობ იმ ვიღაცას. მაგრამ აშკარად ეთყობა იმ ადამიანს, რომ არის დაღლილი და არის ნატანჯი. საკუთარ თავში ჩაკეტილობა და ეგოიზმი კარნახობს, რომ იჯდი ამ დროს სავარძელში და ფიქრობდე, რომ მე აქ ჩვენივად გრძნობ თავს, მე აქ კარგად ვარ, ეს ჩემი ადგილია. არ მაინტერესებს შენ ვინ ხარ. საკუთარი თავიდან გამოსვლა, როგორც ამას კიდევ ერთხელ მოდის ეს ტერმინი დიონისე არეოპაგელიდან, ნიშნავს ადგე დათმო შენი კომფორტის ზონა და უთხრა მას დავბრძანდი, შენი ტკივილი ჩემთვის უფრო დიდია, ვიდრე ჩემი კომფორტულად ყოფნის სურვილი. ან მაგალითად, როცა მეგობარი თავის პრობლემებზე გელაპარაკება და გიყვება რაღაცას, აი დავაკვირდეთ ამ დროს რაც ფიქრობს ჩვენი გონება. როცა ის საუბრობს, თუ ჩვენი გონება ასეთ რამეს გვეუბნება, ეთი როდის გაჩუმდება, რომ ამ დროს ეთი როდის დაამთავრებს, რომ ჩემი ამბავი მოუყვე. აი ხანდახან ჩვენ ვაწყვეტინებთ ერთმანეთს. არ დაუმთავრებია გას თავის საქმელი და აქეთ უყვებით ჩვენ ამბავს. ამ დროს ესე იგი ჩვენ საკუთარ თავში ჩაკეტილი არსებები ვართ. სიყვარული არის იქ, როცა შენს თავში აჩუმებს საკუთარ ხმას, შენ ფიქრებს ერთი წამით გვერდზე დებ და მთლიანად სხვის სატკივარს ისმენ, იზიარებ მას, ანუ შენს გონებაში მისთვის ადგილს ათავისუფლებ და მას უთმობ ამ ადგილს. გარდა ამისა, როცა მაგალითად ოჯახში ნაცნობ მეგობრებთან კამათი გიხდება, შენ ზუსტად იცი რომ მართალი ხარ და შენს ეგოს უნდა რომ ბოლომდე გაიტანოს სიმართლე და დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა და მით მეორე მხარეს დაამციროს, ამ დროს ადგილის დათმობა ნიშნავს იმას, რომ შენ ახლობელს აგრძნობინო, რომ სიმართლის დამტკიცებაზე მნიშვნელოვანი შენთვის არის ის. იმიტომ რომ გიყვარს. და დათმობა, სხვისი თვითის ტარება, სხვისი სიმძიმის თვითვა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერთმანეთის სიმძიმე ითვირთეთო. არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ყველაზე მეტად გავს ღმერთს. ინდივიდი ვერასდროს ვერ იქნება ალტრუისტი, რადგან მისი მიზანი მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული და გადარჩენაა. პიროვნება მზად არის მოკვდეს სხვისთვის, დათმოს თავისი ეგო, რათა სხვა მიცოცხლოს, ამის მაგალითი არის ქრისტე. და აი ასეთ ამგვარ ურთიერთობაში იბადება ნამდვილი სიყვარული და იბადება შესაბამისად ნამდვილი ადამიანი. აი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არის აბსოლუტურ იზოლაციაში, მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს, ესე იგი მას არავინ უყვარს. თეოლოგიურად ეს ადამიანი არის სულიერად მკვდარი. რატომ? იმიტომ რომ მთელი მისი ენერგია მიმართულია საკუთარი თავისკენ და ეს არის სწორედ ეგოიზმი. პიროვნება ყალიბდება მაშინ, როდესაც ის ამბობს მზე მე მზად ვარ, ჩემი ძვირფასი დრო, ენერგია, სიმშვიდე დავთმო შენთვის. და იმ დათმობას, ამ გამოსვლას საკუთარი თავიდან ქვია სიყვარული. სხვის გარეშე შენ უბრალოდ ვერ გამოხვალ საკუთარი თავიდან. ფიზიკურად არ იარსებებს ობიექტი, ვისთვისაც ამას გააკეთებ. ქრისტიანობაც ხომ ამას ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული, იმიტომ რომ ის არის სამი პიროვნება, მამა, ძე და სულიწმინდა. აქედან გამომდინარე, მამა არის მამა მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ძე. არ ყოფილა ოდესმე მამა, როცა არ იყო ძე. არამედ როგორც კი მამა მყისვე ძე, მისგან ნაშობი, რამე თუ ძის გარეშე მამად წოდებული არ იქნებოდა იგი. ანუ მათი პიროვნულობა, ჰიპოსტასურობა ასევე სიყვარულზე დგას. ადამიანიც ზუსტად ასეა, შენ ვერ იქნები მეგობარი მეგობრის გარეშე. ვერ იქნები მშობელი შვილის გარეშე, ვერ იქნები თანამგრძნობი გაჭირვებული ადამიანის გარეშე, ამიტომ შენ საუკეთესო შენში საუკეთესო პიროვნული თვისებები, რომლებიც ღვთის ხატებაა შენში ასევე, რეალიზება მხოლოდ მაშინ, როცა შენსა და სხვას შორის ჩნდება კავშირი, რომლის საფუძველიც არის სიყვარული. ქრისტიანული ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ როცა ადამიანს არავინ უყვარს,
არც ღმერთი და არც მოყვასი, მისი ფსიქიკა იწყებს რღვევას. ჩნდება დეპრესია, ნევროზი. ეს ის პრობლემაა, რაც დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა და რასაც ქვია მარტოობა ხალხმრავლობაში. ტექნიკურად შენ შეიძლება გარშემოდგმული იყო მრავალი ადამიანით, მაგრამ თუ შენს გულში არ არის სიყვარულის უნარი, ანუ სხვისი მიღების, გაგების, დათმობის, პატიების სურვილი, შენ ამ ხალხს აღიქვამ არა როგორც პიროვნებებს, არამედ როგორც საგნებს, დაბრკოლებებს, ინსტრუმენტებს, საგნებთან კი ურთიერთობა შეუძლებელია, საგნებთან ადამიანი ყოველთვის მარტოა. მოკლედ რომ ვთქვათ, სიყვარული არის ის ერთადერთი ხიდი, რომელიც ორ იზოლირებულ ადამიანს შორის კავშირს ამყარებს, თუ ეს ხიდი არ არსებობს, ჩვენ ვრჩებით მარტონი. ხშირად ადამიანები მარტოსულის იმიჯს ირგებენ, მე ციევი ვარ, მე ამაყი ვარ, მე ძლიერი ვარ. იმიტომ ირჩევენ ასეთი იმიჯს, რომ ეშინიათ სხვებთან ხიდების გადების, ეშინიათ სხვებთან ურთიერთობის, ეშინიათ ტკივილის, ღალატის, იმედგაცრუების, რაც ოდესღაც ალბათ ჰქონდათ. და რაც ხშირად სიყვარულს და სხვისთვის ადგილის დათმობას ახლავს ხოლმე მართლაც. ეს პოზიცია ადამიანს აძლევს ძალაუფლების და უსაფრთხოების მხოლოდ ილუზიას. ეს არ არის მაინც გამოსავალი. მე არავინ მჭირდება, ჩემით ყველაფერს მივაღწევ, თუმცა ქრისტიანული გაგებით ეს არის სულის გამოკეტვა ციხეში, სადაც ფანჯრები არ არის. თუმცა ამგვარ მარტოსულ ადამიანებს მაინც ყოველთვის აწუხებთ შინაგანი შიმშილი სხვებთან ურთიერთობისა. შეიძლება 24 საათი იძახონ, რომ არ მჭირდება სხვა, მაგრამ მაინც აწუხებთ ეს საშინელი წყურვილი სხვებთან ურთიერთობისა, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვთქვით, ადამიანის სული ურთიერთობისა და თანაზიარებისათვის არის შექმნილი. ასია ჩადებული ადამიანის სულში შემოქმედისაგან. ამიტომ მიბადება ამგვარ ადამიანებში ის გაუცხოვება და საშინელი მარტოობა, რომელზეც ვსაუბრობთ დღეს, ის ყველას ხედავს, მაგრამ თავად რჩება უხილავი და იზოლირებული, რადგან საკუთარი ხელით დაანგრია ყველა ხიდი. თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავშია ჩაკეტილი, ის პიროვნებიდან გადადის ბიოლოგიური ინდივიდის დონეზე, სადაც მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს. ასე რომ, კითხვას რომ პასუხი გავცე, თუ რატომ ვართ მარტონი ხალხმრავლობაში, იმიტომ რომ ერთმანეთთან ფორმალურად ურთიერთობთ, როგორც ინდივიდები და როგორც პიროვნებები. აი მაგალითად მეტროში, ქუჩაში, სამსახურში. ჩვენს გარშემო ათასობით ადამიანია, მაგრამ ჩვენ მათ ვუყურებთ როგორც დეკორაციებს, საგნებს, რომელსაც აქვს თავთავიანთი ფუნქციები. მაგალითად, ერთის ფუნქცია არის მზღოლობა, მეორის ფუნქცია არის გამყიდველობა, მესამის ფუნქცია უბრალოდ რომ ის უნდა იყოს შენი კოლეგა, სადაც მუშაობს შენთან ერთად. და სანამ სხვა ადამიანს არ შევხედავთ როგორც პიროვნებას, როგორც საიდუმლოს, როგორც ღმერთის ხატებას და ანუ სხვა ადამიანი იქნება ის და არა შენ, ანუ სანამ სხვა ადამიანი იქნება ვიღაც ის სხვა და არა შენ, მე და შენ რომ ვთქვი წევან, რომელიც ქმნის ჩვენს. აი მილიონიან მასაშიც კი სრულ იზოლაციაში ვიქნებით ყოველთვის. ჩვენ ვსაუბრობთ თქვით წეღან, რას ნიშნავს ის და არა შენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ხომ ვარ მე, ჩემთვის შენ უნდა იყოს შენ და არა ვიღაც სხვა. ეს ჩვენი სტყვები არ არის, ეს არის ძალიან ცნობილი პიროვნების, მარტინ ბუბერი იყო ესეთი ებრაელი ქრისტიანი, შესანიშნავი მოაზროვნე პიროვნება. როცა ადამიანი ჩვენთვის არის ვიღაც ის, ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც მხოლოდ გარკვეული ფუნქციის მქონე საგანს, მაგალითად ტაქსის მძღოლი ჩვენთვის არის ყოველთვის ის. ის ვინც დანიშნულების ადგილზე მიმიყვანს, ჩვენ არ გვაინტერესებს რა ქვია მას. არ გვაინტერესებს მას რა ტკივა, რა უხარია, ის არის ნივთი, რომელიც გადაადგილებაში გვეხმარება. კონსულტანტი მაღაზიაში არის ის, ვინც პროდუქტი უნდა მომყიდოს, სოციალურ ქსელში ფოლოვერი არის ის, ვინც ლაიკი უნდა დამიწეროს ჩემი ეგოს გამოსაკვებად. და სწორედ ამიტომ, როცა მილიონიან მასაში ხარ, სადაც ყველა დანარჩენი შენთვის არის ის რეალურად ნივთების გარემოწვაში ხარ, ნივთებთან კი, როგორც ვთქვით, ადამიანი ყოველთვის მარტოა. როცა ადამიანს ეუბნები, რომ ეს შენ ხარ, ის კი არ ხარ შენ. ამით აღიარებ მის უნიკალურობას. არ არღვევ მის საზღვრებს. ხვდები, რომ
ეს ტაქსის მძღოლი, ეს გამლველი, ეს კოლეგა არ არის უბრალოდ მასის ნაწილი, მათ აქვს თავიანთი ტკივილები, თავიანთი იმედები, საიდუმლოებები, თავიანთი უნიკალური სამყარო, რომელიც შეიძლება შენსას არ გავს. ესე შემთხვევა, როცა მეტროში ან ქუჩაში მასას კი არ ათვალიერებ, არამედ წამით ვიღაცის თვალებს წააწყდები და დაინახავ მის დაღლილობას, მის სევდას, მის სიყვარულს, მის სითბოს და გულში გაიფიქრებ ღმერთო, შეეწიე მას, ისიც ჩემნაირი ადამიანია. ის შენ არ გგავს შეიძლება. მას შეიძლება ქონდეს სრულიად სხვაგვარი ხასიათი. შენთვის გაუგებარი შეხედულებები, სხვადასხვაგვარი სისუსტეები, მაგრამ შენ იღებ მის უცხოობას, აღიარებ მას. მე შენ პატვის გცემ და მიყვარხარ არა იმიტომ რომ ჩემნაირად აზროვნებ ან მჭირდები, არამედ იმიტომ რომ შენ პიროვნება ხარ. თუ ჩვენ ხალხმრავლობაში მხოლოდ ისინი ვეძებეთ, ვინც ჩვენ გავს და ვინც ჩვენნაირია, ჩვენ მარტოობისთვის ვართ განწირულები. გულის ხმიერება კი სწორედ მაშინ იწყება, როცა გულში ადგილს მოუძებნი იმას, რომელიც შენგან განსხვავებულია, მაგრამ იმდენად ახლობელი ხდება, რომ მას შენ შენობით მიმართავ. ბასილიდი წერდა, რომ ადამიანი არის თანაზიარი სოციალური არსება და არა მარტო სული და ველური. იგი ამტკიცებდა, რომ სიყვარულის მცნების აღსრულება შეუძლებელია იზოლაციაში, თუ მარტო ხარ, ვისაც ვის უნდა დაბანო ფეხები, ვის წინაშე უნდა გამოიჩინო თავდაბლობა ან მოთმინება. მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი აყალიბებს აზრს, რომ არსებობა ნიშნავს ურთიერთობას. თუ შენ არ ხარ ურთიერთობაში, შენ ბიოლოგიურად კი ცოცხლობ, მაგრამ პიროვნულად მკვდარი ხარ. ცოდვარი პიროვნების იზოლაცია, ხოლო ცხონება თანაზიარების აღდგენა. თანაზიარება უკვე ეკლესიურობას ნიშნავს, რადგან ადამიანი სამების ხატება, მასში არის ჩადებული მოთხოვნილება ურთიერთობისა. არ ვარგა კაცის მარტო ყოფნა, როგორც აღნიშნეთ წერია ბიბლიაში, ეს არის ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელიც არა მხოლოდ ოჯახურ თანაცხოვრებას, არამედ ზოგადად ადამიანის სოციალურ და სულიერ ბუნებას გამოხატავს. თეოლოგიური კუთხით, ხალხმრავლობაში მარტოობა არის ცოდვით დაცემის შედეგი, სადაც ადამიანმა საკუთარი ეგო სამყაროს ცენტრად აქცია. თანამედროვე ადამიანს აქვს იმის ილუზია, რომ ასობით და ათასობით მეგობარი ყავს, მაგალითად სოციალურ ქსელში, თუმცა ქრისტიანული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ეს არის არა ნამდვილი ურთიერთობა, ჭეშმარიტი ზიარება, თანაზიარება ერთმანეთთან, არამედ ფორმალური ურთიერთობა, კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, თანამედროვეობის სული ქადაგებს, შენ ხარ მთავარი. იზრუნე მხოლოდ საკუთარ თავზე და გამოიყენე სხვები შენი მიზნებისათვის. ქრისტიანული ფსიქოლოგია მას უწოდებს მეს გაღმერთებას. როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზეა ფოკუსირებული, მისი სულიერი თვარი იხუჭება და ის ვეღარ ამჩნევს სხვების გასაჭირს. საბედნიეროდ ქრისტიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ დიაგნოზით. ის ყოველთვის გვთავაზობს მკურნალობის გზას, ყოველთვის გვთავაზობს გამოსავალს. წმინდა მამები გვასწავლიან, თუ როგორ გარდაგვქნათ ჩვენი დამოკიდებულება, რათა მოყვასში გამოსაყენებელი ობიექტის ნაცვლად ცოცხალი ღმერთის ხატი და პიროვნება დავინახოთ. წმინდა მამები ასევე გვასწავლიან, რომ როდესაც ადამიანს ვუყურებთ, ჩვენ რეალურად ღმერთს ვუყურებთ, რომელიც მასშია ასახული. წმინდა მაქსიმე აღსარებელის მიხედვით, ყველა ადამიანი არის უნიკალური პიროვნება, რომლის მეშვეობითაც ღმერთი გესაუბრება. ამიტომ, როცა ვინმეს თან ვურთიერთობთ, განსაკუთრებით კი მასთან, ვინც გვაღიზიანებს. ან ვისგანაც მუდმივად რაღაცის მიღება გვინდა და მისდამი მომხმარებლური დამოკიდებულება გვაქვს. წმინდა მამები გვირჩევენ, რომ მაგალითად ვინც გვაღიზიანებს, მას ფარულად გაუკეთოთ რაიმე სიკეთე. მოუწყოთ სიურპრიზი, დავეხმაროთ რამეში, ან უბრალოდ გულში დავლოცოთ. საიდუმლო სიკეთეს აქვს საოცარი ძალა, ის ანგრევს გულში არსებულ პოხმას და გაუცხოებას. ხოლო მას ვისგანაც სარგებელს ველით, სანამ მისგან რამეს მივიღებთ, ჯერ თავად გავცეთ მისი მისამართით, ეს შეიძლება იყოს უბრალო თბილი სიტყვა, ყავაზე დაპატიჟება, მისი პრობლემების გულწრფელი მოსმენა. ანუ აიძულეთ საკუთარი თავი, დავინახოთ მისი საჭიროებები და არა მხოლოდ ჩვენი. და გარდა ამისა, წმინდა მამები გვირჩევენ, რომ
უბრალოდ დავიწყოთ ამ ადამიანების დალოცვა. უფალო აკურთხე, ეს ადამიანი, მიეცი მას მშვიდობა, დალოცე იგი, მიეცი ჯანმრთელობა. განკურნე ჩემი გული მისდამი არასწორი დამოკიდებულებისაგან. იონი კროშტანდელი თავის დღიურებში, ჩემი ცხოვრება ქრისტეში, ამბობს არასოდეს განიხილო ადამიანი, როგორც შენი გეგმების, შენი კომფორტის, შენი მიზნების მისაღწევის საშუალება. და წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სანამ სხვას ვიყენებთ, ჩვენი სული მკვდარია და სწორედ ეს სიკვდილი შობს ხალხმრავლობაში მარტოობას. ძველ პატერიკებში დაცულია ერთი ოქროს წესი, რომ სხვასთან ურთიერთობა არის ლიტურგია ტაძრის მიღმა. ასე რომ, როდესაც მრავალი ადამიანია ჩვენს გარშემო და მარტოობას გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მზერა შიგნით საკუთარ ეგოზია ჯერ კიდევ კონცენტრირებული, მამები გვირჩევენ, გამოვიდეთ საკუთარი თავიდან, შევხედოთ გვერდში მყოფს არა როგორც უცხოს, არამედ როგორც ქრისტეს მიერ მოძებულ ძმას, უსურვოთ მას გულში გადარჩენა და მშვიდობა და ასეთი ფარული შინაგანი სიყვარულის აქტი ამსხვრევს უცხოობის ბარიერს. იმისათვის რომ ადამიანში პიროვნება დავინახოთ, უნდა შევწყვიტოთ მათი კატეგორიზაცია. დიდარი, ღარიბი, გამოსადეგი, უსარგებლო, ჭკვიანი, სულელი, აი ესეთ კატეგორიებად რომ ყავს დაყოფილი საზოგადოება ჩვენს გულში. მე კი ვიცი რომ ცოდვილი ვარ. მე კი ვამბობ აღსარებას, მაგრამ იმას მაინც ხო ჯობი ვარ, იმას არ ჯობი ვარ. და ხალხმრავლობაში მარტოობა იკურნება არა იმით, რომ სხვებმა დავინახოთ ჩვენ, არამედ იმით, რომ ჩვენ დავინახოთ სხვები. როდესაც ჩვენი გული გათბება, თუნდაც ერთი უცნობის მიმართ, თანაგრძნობით ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მარტოები აღარ ვართ. და იმ წამს ჩვენში ქრისტე მკვიდრდება, ქრისტესთან მყოფი კი არასოდეს იქნება მარტო და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ გარშემორტყმული ვართ თან აღმოვაჩენთ ცოცხალი სამყაროთი, ნამდვილი საოცარი სამყაროთი. შინაგანი, ალექსანდრიის რომ იყო ბლუმი, ანტონი ბლუმი, სუროჟელი. ის ამბობს რაღაცას თავის ნაწერებში, რომ 15 წლამდე მეგონა მთელი სამყარო დასახლებული იყო ბოროტი ადამიანებითო, რომლებიცაც უნდა მეჯობნა რამენაირად, თავი უნდა გამეტანაო. და შემდეგ გადავშალი სახარება, რომელიც ხელში შემთხვევით ჩამოვარდა და ისეთი უწყება მივიღე სახარებიდან, რომ გავუცდი, გავოგონდი. სახარება მეუბნება, რომ ყველა ადამიანი შენი ძმაა და შენი და რომ შენ არ არსებობს უცხო, არ არსებობს სხვა. შეიძლება გაბრაზებს ადამიანი, მაგრამ გაღიზიანებს, მაგრამ ის შენი ძმა, ის შენი და ამ ვითარებით დაიწყო ასეთი დიდი პიროვნების, ასე თქვა, სულიერი აღმასვლა. ამის გაგებით, ამ უწყებით, სახარების წეული ამ უწყებით, რომ ყველანი შენი დები და ძმები არიან. შინაგანი მარტოობა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მოყვას ის წინაშე შენ მეს, შენ ეგოს აბიჯებ, როგორც კი სხვის საჭიროება საკუთარზე მაღლა აყენებ, შენს გულში ქრისტეს მიერი სიყვარული იბადება და ეს სიყვარული მარტოობას უბრალოდ არცნობს. მაგრამ რასაც ჩვენ დღეს რაზეც ვისაუბრეთ და რამდენიმე წუთი დაგვრჩა, მე მაინც მინდა ბოლოში ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ რომლებიც ასე გულისყურით მისმენთ თქვენს გულში იბადება ახლა კითხვები, ფიქრები. და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოვლენას, რომელზეც დღეს საუბრობთ, მხოლოდ ამ ვიწრო კუთხით, ამ ერთი მიმართულებით ვერ განვიხილავთ, იმიტომ რომ ჩეხობ ვიცით, რომ მაგალითად შეიძლება ადამიანი ფიზიკურად სრულად მარტო იყოს, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ იყოს მარტო. ხომ არის ასეთი შემთხვევები. მაგალითად, ჩვენ უნდა განვასხვაოთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთისაგან მარტოობა და მარტო ყოფნა. მარტოობა სხვა და მარტო ყოფნა სხვა არის, ხო? გულისხმობ ამ შემთხვევაში სულიერ სიმშვიდეს. თქვათ, ადამიანები ყოფებიან მარტო, ჩვენ ვიცით, ხო? ბერმონაზვნები, მარტო ყოფი განდეგილი ბერები, მაგრამ ისინი სულაც არიან მარტო, არ არიან მარტონი. ანუ წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სულიერი სიმშვიდე და მარტო ყოფნა, ანუ შვიდი ჩაღრმავება საკუთარ თავში, ეს რა თქმა უნდა სულის კურნებისათვის არის საჭირო. და მარტოობის შიში და იზოლაციის განცდა ხშირად არის, როგორც აღნიშნეთ, შინაგანი სიცარიელის შედეგი. წმინდა პაისი მთაწმინდელი აღნიშნავდა, რომ როდესაც ადამიანს ღმერთთან აქვს ცოცხალი ურთიერთობა, ის არასოდეს არის მარტო, მაშინაც კი როცა უდაბნოშია.
და ხალხმრავლობაში მარტოობა კი ხშირად იმის ნიშანია, რომ ჩვენი სული ღმერთს და საკუთარ მეს აცდენილია. მაგრამ ღმერთს აცდენილია გასაგებია, მაგრამ საკუთარ მეს როგორ უნდა აცდე? ქრისტიანული ანთროპოლოგიის მიხედვით ადამიანი ისეა შექმნილი, რომ მისი სულიერი ფილტრები წყალებში ჟანგბადს მხოლოდ ღმერთთან კავშირში და ღმერთთან ურთიერთობაში იღებს. და როცა ეს კავშირი გაწყვეტილია, სულში ჩნდება ბუნებრივი სიღრმისეული სიცარიელი და მარტოობა. ჩვენ ხშირად ვცდილობთ, რომ შინაგანი სიცარიელი ამოვავსოთ გარეგნული ხმაურით, ხალხმრავლობით, სოციალური კონტაქტებით, გართობით, სხვების აღიარებით ან სხვებისგან აღიარებით, ამას გულისხმობ, სხვების აღიარებაში, სხვების ყურადღებით. და საქმე იმაშია, რომ ხალხმრავლობაში ყოფნისას ეს სიცარიელი არ კრება. პირიქით, კონტრასტი გარეგნულ ხმაურსა და შინაგან სიცარიელს შორის უფრო ღრმავდება და უფრო თვალსაჩინო ხდება და უარეს მდგომარეობაში ვარდებით ხოლმე. ადამიანი ხვდება, რომ გარშემო 100 კაციც რომ იდგეს, ის შინაგანად მაინც ცარიელი რჩება, რადგან მისი სული ღვთიურ სიყვარულს ეძებს და არა მხოლოდ ხალხის გარემოცვას. ანუ ეს გასაგებია ღმერთთან მიმართებაში, როგორ შეიძლება ადამიანი აცდეს ღმერთს, მაგრამ საკუთარ თავს როგორ უნდა აცდე. მართლმადიდებლურ ფსიქოლოგიაში საკუთარი ჭეშმარიტი მე არის ის უნიკალური სუბთა პიროვნება, როგორიც ღმერთმა ჩაგვიფიქრა. აი როგორადაც ღმერთმა ჩაგვიფიქრა თითოეული ჩვენთაგანი. თავისი სათნოებებით, თავისი ღირსებებით, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებებით, ჩვენი ნიჭებით, რაც გვაქვს ღმერთისგან ბოძებული. და საზოგადოებაში ყოფნისას ხშირად ვირგებთ ნიღბებს. ვცდილობთ ვიყოთ ისეთები, როგორიც სხვებს მოწონთ. არა ისეთები, როგორც ღმერთმა ჩაგვიფიქრა, არამედ ისეთები, როგორც სხვებს მოწონს. უფრო წარმატებულები, უფრო მხიარულები, უფრო მოსაწონები სხვებისთვის. და როცა ნიღბით ურთიერთობ ხალხთან, გარშემო მყოფები იღებენ შენს ნიღაბს და არა შენ. რის შედეგადაც მოდის დრო, ყავს გარშემო უამრავი ადამიანი და ფიქრობ, რომ ესენი ჩემს გარშემო არიან, ჩემთან არიან, კი, მე მათთან ერთად ვიმყოფები, მაგრამ მე აბსოლუტურად უცხო ვარ მათთვის, მათ არ იციან უბრალოდ ვინ ვარ მე სინამდვილეში. ისინი არ მიცნობენ მე. და სწორედ ეს ყოფილა საშინელი განცდა მარტოობისა. და ეს ბადებს, ასე ვთქვათ, ისეთ განცდას, როცა საკუთარ ნამდვილ ბუნებას, საკუთარ თავს ემალები, აი ასეთ შემთხვევაში სხვები ვერასოდეს მიწვევიან შენს გულს. ამიტომ ეკლესიის მასწავლებლები, წმინდა მამები, ჩვენ გვირჩევენ, რომ როცა მაგალითად ხალხმრავლობაში ვართ და თავს უცებ უცხოდ გრძნობთ, აღმოჩნდით მარტოობაში. ყველას განგვიცდია ალბათ ასეთი რაღაც. მით უმეტეს ქრისტიანებს, რომლებიც სინამდვილეში ისედაც განსხვავდებით სხვებისგან. იმიტომ რომ ეს სოფელი ყველა შემთხვევაში განსხვავდება ქრისტიანი ადამიანისაგან. ეს სოფელი ყოველთვის სხვაა და ჩვენ ყოველთვის სხვები ვრჩებით. და როცა ამას ემატება კიდევ ეს ჩვენი ასე ვთქვათ, შინაგანი სიცარიელით გამოწვეული ეს უცხოობა, სწავლიან წმინდა მამები, რომ სცადეთ იფიქროთ იმაზე, იმაზე კი არ იფიქროთ თუ ვინ რას ფიქრობს ახლა ჩემზე. არამედ იმაზე თუ ვის სჭირდება ახლა ჩემი დახმარება და ვის სჭირდება ჩემი თანადგომა. აი გულწრფელი ყურადღების გამოჩენა თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, გულწრფელი მოკითხვა, მოსმენა ყისიერად აკრობს ამ მარტოობას, ანიჭებს ადამიანებთან ურთიერთობას სიღრმეს და ამიტომ ასე ვთქვათ, ნაცვლად იმისა, რომ ვეცადოთ ყველას თავი მოვაწონოთ, როგორც გვასწავლია, უნდა ვეძებოთ ადამიანები, ვისთანაც შევძლებთ ვიყოთ უბრალოდ გულწრფელები და უბრალოდ უბრალონი. და როცა მაგალითად ხალხმრავალ გარემოში ეს სამსახური იქნება თუ წყეულება იქნება თუ კუჩა იქნება, შეგვიპყრობს ეს უცხოობის და სიცარიელის განცდა. ამ დროს საუკეთესო საშუალება არის მოუხმოთ ლოცვას. წმინდა მამები გვირჩევენ მოკლე ლოცვის წაკითხვას, თუნდაც ეს იყოს იესოს ლოცვა, ეს გულს აუცილებლად სიმშვიდით აღავსებს და შეგვახსენებს იმას, რომ
არასოდეს ვარ წინამდეში მარტონი და სამყაროს შემოქმედი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა. ჩვენ გვაქვს ქრისტიანებს ლოცვა, სულიერი იარაღი, ეს უდიდესი იარაღი, რომელსაც ძალიან იშვიათად ვიყენებთ ხოლმე. წმინდა ეფრემასური ამბობდა, რომ სიმშვიდე იწყება იქ, სადაც ადამიანი წყვეტს იმაზე დარწ, თუ როგორ უყურებენ მას ადამიანები და იწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ უყურებს მას ღმერთი. და წმინდა სილვანა ათონელი წერდა, რომ მარტოობის ყველაზე დიდი წამალი არის იმის შეგრძნება, რომ სამყაროს შემოქმედს უყვარხარ და აი ამ წამსაც გიყურებს. და როცა ოთახში მაგალითად 50 კაცია და ფიქრობ, რომ შენ არავის აინტერესებ, აი ამ დროს გაახსენეთ საკუთარ თავსო, რომ ღმერთი ამ დროს შენთანაა, ღმერთმა იცის შენი თითოეული ფიქრი, გულის ცემა, შინაგანი ტკივილი და ის ახლა ამ წამს შენთანაა. ფსალმუნებში დავით მეფე, დავით წინასწარმეტყველი ზუსტად აღწერს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაზე ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, როცა გარშემო ბევრი ხალხია, მაგრამ შინაგანად არავინაა შენი თანამგრძნობი, ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ ცნობს მე, აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე. ეს არის დავით წინასწარმეტყველის სიტყვები. მაგრამ დავითი აჩვენებს გამოსავალსაც, როცა ხალხმრავლობაში არავინ არის შენი სულის მაძიებელი, გული ღვთისკენ უნდა მიმართო, შენ დამიყავად გაუფალო და ვთქვი, შენ ხარ სასოება ჩემი. და პავლე მოციქული რას ამბობს? ხარობდეთ მათთან ერთად, რომლებიც ხარობენ და ტიროდეთ მათთან ერთად, რომლებიც ტირიან. ან როცა ადამიანი სწავლობს სხვისი ტკივილისა და სიხარულის გაზიარებას, მარტოობის კედელი ამ დროსაც ინგრევა. სიყვარულის გაცემა კურნავს მარტოობას და ბიბლიური პრინციპია, გახდე შენ ის ადამიანი სხვისთვის, რომელიც ბითესდას აუზთან პარალიზებულ კაცს აკლდა. გახსოვთ ალბათ ხომ? ბითესდას აუზთან იყო პარალიზებული კაცი, რომელსაც აკლდა ადამიანი, ვინც ხელს მოკიდებდა და ჩაიყვანდა აუზში, მაშინ როცა ანგელოზი მოვიდოდა და აამღორებდა წყალს. მაგრამ კაც ადამიანი არ ყავდა, რომ ხელი მოეკიდა მისთვის და ამ დროს ჩაიყვანა, სხვები მასწრებენო, ეუბნება იესოს, ხო? ის პიროვნებას არ აკლდა და როგორც ამბობს გვასწავლის ბიბლია, ჩვენ უნდა ვიყოთ ის ადამიანი, ვინც მოკიდებს ამ სხვა ადამიანს ხელს და ჩაიყვანს ამ აუზში და გამერწმუნეთ, რომ ჩვენს გარშემო თუ მივიხედავთ უამრავი ადამიანია ასეთი, რომელსაც უბრალოდ ხელი შეშველება ჭირდება. და ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საშუალება იმისი, რომ ეს ეგზისტენციალური საფრთხე, ეს მარტოობის განსხვავებულ ცხოვრებაში რამდენადაც დაიძლიოს. ახლა მე რო თქვენ გესაუბრებით, ეს იმას კი ანიშნავს, რომ მე რამის გასწავლით, ან მე დაძლეული მომწეს პრობლემა. უბრალოდ გეუბნებით იმას, რაც წმინდა მაგებმა თქვეს, თორემ მეც თქვენაერ სულიერ მდგომარეობაში ვარ, მეც ვებრძვი საკუთარ თავს და მეც ცოდვილი ვარ და მე მაქვს უბრალოდ იმედი იმისა, რომ ჩვენი ეკლესია, ჩვენი ერთობა ქრისტეს მიერ, იმიტომ არის ეს შექმნილი, რომ ჩვენ ტაძარში რომ დგავართ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ ვლოცულობთ, ვლოცულობთ ერთმანეთისთვის, რომ ეს ერთობა, რასაც ეკლესია ქვია და თანაზიარება ერთმანეთთან, არ იქნება იმის, ასე ვთქვათ, საწინდარი და საფუძველი, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ამ მარტოობას დავძლებთ და გავერთიანდებით, ასე ვთქვათ, იმ ემბაზში, რომელიც იესო ქრისტე მოგვიტანა და სწორედ ამიტომ შექმნა მან ეკლესია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთი და არ ვიყოთ ესე განსხვავებულები რა გაგებით ერთმანეთისათვის უცხონი. მოკლედ ერთი საათი გავიდა და არ მინდა რომ შეგაწუხოთ ძალიან, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. გაგაზრიელო, ჩემთვის იყო ძალიან დიდი პატივი თქვენთან ურთიერთობა, რა ვიცი, როგორც მომავალი. It's შევეცადე ძალიან შემიძლია. თქვენ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე ჩემი არაფერი მithmams, ეგ წმინდა მამების გამქონდა ყველაფერი ნასწავლი. მათ თქვენ ხართ კარგი და იმიტომ გაქვთ ასეთი შექმნა. მადლობა თქვენ. მადლობა.